ხმაური იყო დღეს ფოთის მერიასთან. აგრარული ბაზრის მოვაჭრეები პროტესტის ნიშნად ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოვაჭრეების განცხადებით ხელისუფლება მაღაზიების საჩრდილობელი ნაწილის მოხსნას ითხოვს, რომელიც თავის დროზე მერის პროექტის შესაბამისად გაკეთდა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა. მაღაზიებს, რომელსაც აქვთ გადახურვა, გვეუბნებიან, რომ ჩაჭერით ეს გადახურვა. თუ არა და ეს გადახურვა თვითონ მერის პროექტიდან იყო გაკეთებული. მერიამ მოგცა პროექტი, რომ გადახურეთ. ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ძალიან დიდი თანხები დაჭდა მაშინ. ახლა გვეუბნებიან, რომ ჩაჭერითო ეს და რატო უნდა ჩავჭრათ, ვერ ხვდებით. ჩვენ საზღვრებს არ ვარღვევთ. რომ მიგვითით ეს იმ საზღვრებში ვართ ჩატეულები და მოვედით ამის გასარკვევად, ვინ გვედავება, ვერავინ პასუხი ვერ გაგვცა და მივდივართ უკან. არ ვაპირებთ ათმობოს, იმიტომ რომ ჩვენ იქ არაფერი არ აგვაქვს ისეთ არღვეული. გვითხრენ მოხსენითო პრეზიდენტები, მოხსენით, დავემორჩილეთ. ეხლა შერჩენილია ფასადი, რომელიც ის როგორ უნდა მოიჭრას, როგორ ვიარსებოთ, მე მაგას რომ მოიჭრეს, საერთოდ ის დაიშლება ისე ლამინატის ისინი. მაღაზიები ის როგორც მოიჭრება და ხო? რა გავაკეთოთ? 7 წელია ვითხოვთ ამას, ხო? სად იყავითო მანამდეო? თათბირს რო ატარებს ინფრასტრუქტურის სამსახურები. ხო გადასცემს ბაზრის ტერიტორიაზე მიდიო. ხო მოვიდნენ. ჩვენ ვეუბნებით, შეგვახვედრე უფროსი, ვინ არის? აუხსნით ყველაფერ სიტუაციას. საერთოდ არავინ არაფერს არ იმაშოება. ყურადღებას არ გვაქცევს. მოვაჭრეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს ხდომათა დარბაზში შეხვდნენ. როგორც მათ განმარტეს, ზოგიერთ მოვაჭრეს პროექტით განსაზღვრული საზღვარი არ აქვს დაცული. ბაზრის ცენტრალური გზა კი ქალაქის საკუთრებაა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. წესრიგში მოვიყვანოთ ის ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის ქალაქს. მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრში, იგივე საკომუნიკაციო ბაზარში არის გზა, რომელიც არის ქალაქის საკუთრება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს გზა მოვიყვანოთ წესრიგში და დავიცვათ ყველა ის ნორმები, რომელიც ეხება უსაფრთხოებასაც და გადაადგილებასაც. მოგვიანებით მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჯგერენაიას თქმით, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდება. მოვაჭრეები კი პირობის დარღვევის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.